მოგესალმებით, მე ვარ ნინო გომელაური, მარნეულის კოლეჯის აკადემიური დირექტორი. სიამაყით მინდა აღნიშნო, რომ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი კოლეჯია ჩვენი 1991 წელს დაფუძნდა ჩვენი კოლეჯი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ემსახურება პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს მიერ აღიარებულ რეჟიმში. დღიდან დაარსებისა კოლეჯი მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და ქვეყნის კვალდაკვალ აქტიური რეფორმები დაიწყო 2007-2008 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში დაიწყო ახალი ტიპის პროფესიული განათლების დანერგვა, განსაკუთრებით 2014 წლიდან პროფესიულ განათლებაში დაიგეგმა კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება და სტუდენტის შეფასება და მარნეულის კოლეჯი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ რეფორმებში ჩაება პილოტირების რეჟიმში, ჩვენთან დაინერგა რამოდენიმე პროგრამა და მას შემდეგ ჩვენი კოლეჯი ახორციელებს რამოდენიმე პროგრამას სწორედ კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების პრინციპით. ეს არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ყველა პროგრამა, რომელიც ჩვენთან ხორციელდება, არის ძალიან მოთხოვნადი, იმიტომ რომ პროგრამების განხორციელება ეფუძნება კვლევას რეგიონულ დონეზე, ასევე ეროვნული კვლევებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა არის მოთხოვნადი ქვეყნისთვის, ასევე რა ინტერესს გამოხატავს ჩვენი ადგილობრივი თემი, ადგილობრივი ახალგაზრდობა. მოგახსენებათ, რომ დღეისათვის პროფესიული განათლება არ არის მხოლოდ ახალგაზრდების, ეს არის ყველა თაობისთვის სწავლა სიცოცხლის ბოლომდე, ამიტომ ჩვენს კოლეჯში ხორციელდება როგორც საკვალიფიკაციო, ანუ ეგრეთ წოდებული სადიპლომო პროგრამები, გრძელვადიანი, ეს არის 2 წლიანი, 3 წლიანი პროგრამები, ასევე მოკლევადიანი მომზადების და გადამზადების პროგრამები, რაც სთავაზობს დაინტერესებულ პირებს 2 თვიან, 3 თვიან გადამზადებას, გარკვეული კვალიფიკაციის ამაღლებას და სწრაფ დასაქმებას ან პოზიციის გაუმჯობესებას სამსახურში. მარნეული ისევე როგორც მეზობელი რაიონები, ბოლნისის რაიონი, დმანისის რაიონი მრავალეთნიკურია და ჩვენი კოლეჯის სტუდენტები ძირითადად ამ რაიონებიდან არიან. შესაბამისად, ჩვენი კოლეჯიც არის მრავალეთნიკური და ჩვენთან ისმის არა მარტო ქართული, ისმის სომხური, აზერბაიჯანული, რუსული საუბარი, ბერძნული და ჩვენ თავაზობთ ამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც არ იციან ქართული ენა, ან ცუდად იციან ქართული ენა, სახელმწიფო ენა და სურთ რომ დაეუფლონ პროფესიას, წინასწარ მომზადების პროგრამებს. ეს ჩვენ დღიდან დაარსებისა ასე გვაქვს, ჩვენ ყოველთვის თავაზობდით ჩვენს სტუდენტებს ან დაინტერესებულ პირებს ქართული ენის შესწავლას და ეს ჩვენს მისიაშიც გაწერილია, რომ ადგილობრივი მოსახლეობაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და მათი ინტეგრაცია სახელმწიფოს საქმიანობაში, პროფესიაში არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამისთვის ჩვენ არაერთი გრანდიოზული და კიდევ უფრო მეტი შედარებით ნაკლები მასშტაბის ღონისძიებები გვაქვს ჩატარებული. ეს არის სტუდენტებისთვის აქტივობები, სხვადასხვა ექსკურსიები, ასევე ადგილზე განხორციელებული სასწავლო კურსები, მომზადების, გადამზადების, ქართულ ენაში მომზადების, ასე რომ ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ალბათ ჩვენს რეგიონში არსებული ყველა ორგანიზაციისთვის ასე უნდა იყოს. ზოგადად პროფესიულ სასწავლებელში, არა მარტო ჩვენთან, არამედ საქართველოს ყველა პროფესიულ სასწავლებელში, რომელსაც ავტორიზაცია აქვს გავლილი, ანუ მოპოვებული აქვს უფლება სახელმწიფოს მხრიდან, რომ განახორციელოს პროფესიული პროგრამები და კურსდამთავრებულებს მიანიჭოს შესაბამისი კვალიფიკაცია, შეუძლია ისწავლოს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და სახელმწიფო მას უფინანსებს სწავლას. ეს იყო ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი თავის დროზე, როდესაც მოხდა სტუდენტების დაფინანსება ვაუჩერული დაფინანსებით, იმიტომ რომ ამან გაზარდა მომართვიანობა და დღევანდელი სოციალური ფონიდან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ პროფესიული პროგრამები ხანმოკლეა აკადემიურ განათლებასთან შედარებით, გარდა ამისა, ჩვენ პროფესიულ განათლებაში გვაქვს მაქსიმალური ხელშეწყობა ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმების კუთხით. ჩვენთან ტარდება ძალიან ბევრი ღონისძიება, როდესაც ჩვენ მოვიწვევთ ხოლმე დამსაქმებელ ორგანიზაციებს, იმ ორგანიზაციებს, რომელთაც აქტიური ვაკანსიები აქვს, ხდება სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან შეხვედრა და ხელშეწყობა მათი დასაქმების.
დაფინანსებამ, ვაუჩერულმა დაფინანსებამ კი ხელფეხი გაუხსნა მოსახლეობას, მათი არჩევანი უკვე თავისუფალია და შეუძლიათ რომ დაეუფლონ აი ამ პროფესიებს ხელშეწყობის ფონზე და ამან ყველაზე კარგი შედეგი დასაქმებაზე იქონია. პროფესიულ განათლებაში ზოგადად და ჩვენს კოლეჯშიც დასაქმება ძალიან მაღალია. პრაქტიკულად ჩვენი კურსდამთავრებული დაუსაქმებელი არ რჩება ხოლმე. ძირითადად ჩვენ თანამშრომლობთ უფრო რეგიონის მასშტაბით დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ვთქვათ თბილისის ან სხვა რაიონის ორგანიზაციებთანაც, თუმცა რა თქმა უნდა, რაციონალურობიდან გამომდინარე უმჯობესია, რომ უფრო მეტი რესურსი დავხარჯოთ ადგილობრივ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, რომ მეტი სტუდენტი, მეტი კურსდამთავრებული დავასაქმოთ. მასშტაბური დიდი პროექტები ძალიან ბევრი გვაქვს, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი ნაბიჯი წინ გადადგმული, რომელიც ჩვენმა კოლეჯმა გადადგა და ეს იყო ქვეყნის და რეფორმების ბარდაბარ, ეს იყო კომპეტენციაზე დაფუძნებულ სწავლებაზე გადასვლა, ანუ მოდულურ პროგრამებზე გადასვლა. ეს იყო ახალი სიტყვა მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენც ამ რეფორმის კვალდაკვალ ჩავებით ამ პროცესში და ძალიან კარგი შედეგები მოგვწევთ. ჩვენი კოლეჯში ხორციელდება პროგრამები, რომელთა განხორციელება და დანერგვა კოლეჯში ემყარება გარკვეულ კვლევებს და ამ კვლევებმა გვაჩვენა, რომ საქართველოში და ჩვენს რეგიონშიც ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება არის კვების ტექნოლოგიები და სასტუმროს მომსახურება. შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ ზრუნვა და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ შემდეგ 2026 წლის მიღებაზე მივიღებთ სტუდენტებს კულინარიის და კონდიტერიის პროგრამაზე, რომელიც საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია. ამისათვის კოლეჯმა უკვე გაზარდა ფართი, ეხლა ზრუნავთ აღჭურვილობის შეძენაზე, მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვაზე, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანები. პროფესიული განათლება მყარი გახსნა არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც და ჩემი აზრით ეს მართლაც ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენთან ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ პროგრამაზე ყავს 50-ს გადაცილებული სტუდენტებიც კი და ვიტყოდი, რომ მათი мотиваცია სწავლისადმი გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ახალგაზრდების, იმიტომ რომ ახალგაზრდები ინერციით მისდევენ ამ საგანმანათლებლო ტალღას სკოლიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც ზრდასრული ადამიანი, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში ჩაკეტილი იყოს სახლში, იმიტომ რომ მას პროფესია არ ჰქონდა, მისთვის ახალი სიცოცხლე იწყება, ამას მოწმობს მათ მიერ გაზიარებული უკავშირი, ეს იქნება სოციალური ქსელით, პირადი ურთიერთობით და თქვენ წარმოიდგინეთ დასაქმების მაჩვენებელიც ძალიან მაღალია ზრდასრულებში, იმიტომ რომ ეს ადამიანები მოდიან იმისთვის, უკვე იციან რისთვის მოდიან და მაქსიმალურად იყენებენ ამ შესაძლებლობას. პრინციპში ჩემი საუბარი მთლიანად იყო ის, რაც არის ჩვენი მისია, ეს არის ახალგაზრდების ქვემო ქართლში მრავალეთნიკური ახალგაზრდების და თემის წარმომადგენლების ინტეგრაცია, მათი мотиваცია, რომ შეისწავლონ სახელმწიფო ენა, რომ გამზარდოთ პროფესიული კადრები, რომელიც სახელმწიფოს გამოადგება გააძლიერებს მის ეკონომიკას. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, მუდმივად ზრუნავთ სწავლების და შეფასების ხარისხის ამაღლებაზე. ჩვენ ხარისხის სამსახური გვაქვს და ის ამოწმებს არა მარტო პროცესებს, არამედ თანამშრომლებს, ანუ სულ მუდმივად ხარისხზე ორიენტირებული და ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ვართ.